გიბრუნდებით სუფასო გულშემატკივრებო ქუთაისიდან ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი ქუთაისში 17-12 სტუმრები იგებენ ჯერჯობით, თუმცა საინტერესო ის არის რომ იყო 17-0 ანგარიში, არის იყო 14 კაცით დარჩენილი და თითქოს რა ვიცი როგორც ხდება ხოლმე ალბათ ყურები შევა ჩამოიყარა რომ მიგუს, მაგრამ არის ნახდათ არ არის ეგეთი გუნდი, ასე რომ დაბრუნდნენ ქუთაისები თამაში 12-17 და ყველაფერი წინ არის და გველოდება გადამწყვეტი 40 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში თქვენთვის სერგო გაბუნია და ლევან მათეშვილი ვაგრძელებთ მუშაობას. როგორც სერგომ აღნიშნა, გარდამავალი პირველი ტაიმი ვიხილეთ, საწყისი 20 წუთი ტოტალური უპირატესობა ჰქონდა რუსთავის ხარებს, შესაბამისად ქულებშიც ასახეს 17-0 იმარჯვებდნენ, თუმცა აი უკვე მოგვიანებით 25 წუთიდან შეძლო არესმა თამაში დაბრუნება, გარკვეულწილად რუსთაველებმაც შეუწყეს ხელი მათ დაბრუნებას. 12-17 ანგარიში და პლეი-ოფის ამ მატჩის ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო დაპირისპირება და ორმხრივი ბრძოლა იქნება შენარჩუნებული. ხო, ყაზახეთის ნაკრების, რა ვიცი, მორაგბები არიან თუ ვინმე, გოგონები იყვნენ, ხო, ქუთაისში არიან როგორც ჩანს შეკრებაზე. ასე რომ, ხო, სხვათა შორის რაც გაიკვირდეთ, მაგალითად ბაგრატს ყავდა შაშენ ლატვიელი მორაგბეები, ასე რომ ახასიათებს ქუთაისურ გუნდებს ესეთი უცნაური გადაწყვეტილებები და ხედავთ გამოჩნდა შოთა თევზაძე და დაიწყება მეორე ტაიმი. მოედანზეა მთავარი არბიტრი, ძალიან მალე გაისმება მისი სასტვენი და განახლდება მატჩი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული, შემდეგ უკვე დაუპირისპირდება არმიას, რომელმაც გუშინ გამართა საკუთარი მატჩი, დაამარცხა ხვამლი და ელოდება უკვე დღევანდელი შეხვედრის გამარჯვებულს. შეიყვანეს ქუთაისელებმა ბურთი თამაში, სულად მიიღო ძალიან ხარებმა, თუმცა დარჩათ ბურთი. გაასუფთავეს რაკი, იქვე არის ხუციშვილი და აგრძელა ხუციშვილმა ფეხით გადაიტანს ბურთს მეტოქის ნახევარზე. ასეც იქცევა ხუციშვილი. ესელავა და ვახტა აჯდინ მაგრად შეინარჩუნებს ბურთს. მძიმე დარტყმა მიიღო კვესელავამ, თუმცა რთულ ვითარებაში შეძლო ბურთის შემაგრება. მაჩალაძემ გამოიტანა და არტყმევინა იქვე მყოფ მორკინალს. გადარჩა საბოლოოდ არის სამ ეპიზოდში დაიცვეს რაღაცნაირად ბურთი და გამოვიდა მარგველაშვილი და გამოსული ცხანომერზე შეცვალა მან თავაზე. მარგველაშვილი ფეხის ძლიერი დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე, აქაც კარგად დახვდნენ რუსთაველები და ისინიც ფეხის დარტყმით აბრუნებენ ბურთს. ჩაუვარდა პირდაპირ მარგველაშვილის ხელში, გადააწოდა კვესელავას, წამოიღო კვესელავამ, მაგრამ შებოჭეს. ჯარიმა თამაშგარისცესი დაარღვიეს ხარების მორაგბეებმა. კარგი შანსი და შესაძლებლობა ახლა არის, რომ გადავიდეს მეტოქის ნახევარზე და იქიდან წამოიწყოს სახიფათო შეტევა. ძალიან კარგად დაარტყა თევდორაძემ, შევიდა 22-ში არის. ხო, მოლში სხვათა შორის ხარემას დადო ერთი მოლით, თუმცა არისიც კარგი იყო ძალიან. ასე შეტევის მოლი ზოგადად ძალიან კარგი აქვს არის. და ყავთ კიდევ ესეთი კარგი ბაჟიტებიანი ბურჯები ყავთ, აი ბაკურაძე ბურჯალიანი ამარკაფაში, ასე რომ უწყობთ ხელს თამაშების მონაცემები, აქ ძალიან მაღალ ნახტამში მოიგეს. ნაკალევუმ ორი ხელით მარტივად მოიგო ეს ბურთი და აძრეს მოლი, დააძრეს ქუთაისელებმა, აქვთ კარგი წინსვლა. მოეხსნა საბოლოოდ კობახიძე თავად შეუტია, მიიღო არესმა ჯარიმის უპირატესობა. აქვს შესაძლებლობა რომ გაცლებთ უფრო ლაღად შეუტიონ ამ შემთხვევაში, დრავამ წაიღო, შებოჭეს ისიც. სწრაფი ბურთი სჭირდება არეს. გიგაშვილი კარგად დახვდნენ. გადმოდო გიგაშვილმა უკან, მარგველაშვილმა იქვე მყოფი მორკინალი ბაკურაძე კიდევ ერთხელ მოიგო მანძილი. აქ აიშალა კუთხეში ძელაძე შევიდა თუ დაამიწებს. ჩაიხურა ბურთი როგორც ჩანს, დაუბრუნდება არის ჯარიმის უპირატესობა. აქტიურად დაიწყეს მეორე ტაიმი მასპინძლებმა. არა, ადო სწრაფი გათამაშებით.
რთულ ვითარებაში მოუწევთ ხარებს თავის დაცვა. აქ გიორგი ნემსაძე აიას თავარი წვნელი, ნუ ყურებს უშუალო კონკურენტების თამაშს. ნახდება, ალბათ დიდი ალბათობით ისევ აუძე გააკეთებს აქცენტს არესი, ამაში ქმნიან ისინი დიდ უპირატესობას. გადაიტანეს ბურთი აუჩი ქუთაისელებმა მეტოქის 15-იანთან იქნება მათი დერეფანი. რა თქმა უნდა, ესეც არის. უკვე აღარ ხდება ხარები, სხვათა შორის ნახოთ ეხლა თუ გარისკავენ. არა, ეხლა არ ახდნენ. ვარდანიძე კაპიტანმა ორი ხელით მოიგო ბურთი, კარგი ბიძგი მისცა კობახიძე აკონტროლებს ბურთს, აკონტროლებს. როგორც ჩანს მოკლეა, ვერ შეძლეს გადადება. ბურთი აქვთ არესეს ბაკურაძე, არ უნდა ეცადოს აქ არავითარ შემთხვევაში ლელოს დადება არ უნდა ეცადოს, თორე გაუჭედავენ. არა. ეს შეცდომა, ეხა ესეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას არავითარ შემთხვევაში მორაგბემ. აშკარაა რომ იქ ლელოს ვერ დადებს, უბრალოდ უნდა დარჩეს გარეთ და გადმოდოს ბურთი. უნდა ეს უშვებენ ხშირად მორაგბები, დღევანდელ წესებში ეს არის გუნდისთვის წამგებიანი მოქმედება. შენ გუნდს ეს ვთქვათ, აღალატებ არასწორი სიტყვა, მაგრამ უნდა მოერიო საკუთარ თავს. ხო, არ პირდაპირ იმას უნდა მოერიო, რომ იქ არის ხო სიტუაცია, უნდა იგზნო ეს მომენტი, მორკინალი კლასი ის არის, რომ უნდა იგზნო მორაგბემ, რომ რა მომენტში შეუძლებელია დადება. აუც უნდა ეფიქრა უბრალოდ გარეთ დარჩენაზე, მეტი არაფერი და გაგრძელდებოდა შეტევა, ეს მარტო არის ამოდის, ეს ხშირად მინახავს სხვათა შორის. დაიცვა ხარება თავი კი ბატონო, წინვალეთ. შევაქოთ რუსთაველები ამ ეპიზოდში. კი ბატონო, ეხლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, აღნიშნეთ რომ ყაზახი გოგონები დავინახეთ ყაზახეთის დროშით და თურმე ყოფილან ყაზახეთის ნაკრების მორაგბეები და პირველად ისტორიაში ესე იგი ჩვენი 15 ქალ ნაკრები ეთამაშება ყაზახეთის 15 ქალ ნაკრებს. ეს აუცილებლად აღსანიშნავია, მოგესალმებით ჩვენ ყავს 7 ქალს ნაკრები, რომელიც ავიდა ევროპაში უმაღლეს დივიზიონში და მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაგბი, პირველ რიგში თავარი სპორტი რაგბიში არის 15 კაცა რაგბი და ეს უკვე ცალკე გოგონებისთვის ახალი მიღწევაა, რომ პირველად ისტორიაში საქართველოს 15 ქალ ნაკრები ითამაშებს. აქ განახდება ლელოდან თავისუფალი დარტყმით მარგიანი. აღმოუჩინეს დახმარება დაშავებულ რუსთაველ მორაგბეს და განახდება მარგიანის დარტყმით შეხვედრა. დრავა ფეხი დაარტყა მარგიანი და ალას დაიჭირა მარგიანი. აქვს აუჩი დარტყმის უფლება აქ. მარგიანს თუმცა მოედანში დატოვა. ჩავარდა ბურთი თევდორაძის, რომელმაც ასევე ფეხით გადაიტანა. მეტოქის ნახევარზე კვლავ მარგიანი, ისიც ფეხის დარტყმას აბრუნებს და ვერ გაარტყა და თუმცა არა, ისა მე რა ვერ გაარტყა, მინდა დაარტყა 22-დან ასე რომ აუტი იქნება. შევაქოთ საკმაოდ კარგი დარტყმა. ძალიან კარგი დარტყმული იყო, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი მეტრებით გადმოვიდა ხარები მეტოქის ნახევარზე. ხო, უბრალოდ აქ ის დააბნია ცოტა საჯების და მოთამაშეების, რომ მოხვედრილი იყო 50-22 იქნებოდა საერთოდ და საერთოდ წინველი დარტყმული გამოვიდა, თუმცა ესეც ძალიან მაგრად დაარტყა ეხა. ფაქტობრივად საკუთარი 22-დან მეტოქის 22-თან შეაწუხებს ახლა დერეფანში ხარები მეტოქეს. რა თქმა უნდა. და ეხა აქ უკვე შეუძლია ხარებს, რა თქმა უნდა, ახტეს და ცადოს ბურთის მოგება. კობახიძე ემზადება ბურთის მოსაწოდებლად. ასეც მოხდა. უშეცდომოთ ითამაშა ბექა ვარდანიძემ გუნდის კაპიტანმა. თუმცა მოაქციეს მარგულაშვილი წნეხში, იოლად არ გაატანიეს ბურთი არის.
მიხილავთ სავარაუდოდ ერთ დარტყმას არ უკვე დააგრძელა რაკი და ფეხით გადაიტანს მეტოქის ნახევარზე მარგველაშვილი. იქ მარჩალაძე პრაგმატულად ითამაშა, ისე შემნახავი კონტაქტი გააკეთა, რომ თავი ძალიან კარგად უტყავს მარგველაშვილი. შორს აი კარგახანი ამ ბიჭოს ბურთი არ მიუღიათ, მიიღეს და წამოვიდა ეგრევე. შეტევა გამოიჭრა, არ გამოიჭრა, მაგრამ შორს ამოვიდა საკმაოდ. და ჩაუვიდნენ, არა, ვერ ჩაუვიდნენ. როგორც ჩანს, დრავამ დაარღვია წესები. არა, წესები. ჩარჩენილი იყო სხვა მურაგბი დაჩვენა, შენ კარგად ითამაშეო და ვიღაც იყო ჩარჩენილი. იბატონო, ისევ ხიფათი წამოვიდა რატო საინილავატისგან. მოუტანა გუნდ ჯარიმა და ბურთი, რომელიც ძალიან დიდი ხანია რუსთაველს არ ქონიათ. პირველი 20 წუთი საკმაოდ აქტიურები იყვნენ რუსთავის ლეგიონერები, თუმცა შემდეგ ისე შეიცვალა თამაში, ფაქტობრივად უბურთოდ იყვნენ დარჩენილი და ახლა როგორც კი მიეცათ ბურთი და შესაძლებლობა მომენტალურად შექმნეს საკმაოდ კარგი ხიფათი. 22 მეტრიანსა და 10 მეტრიან წვეტილს შორის იქნება რუსთაველების დერეფანი, ეს კი განმეორებით ეპიზოდი. კი, აი ეგ ჩარჩენილია, ვარდანიძე, არა, 13 ნომერი. ფინაუ როგორც ჩანს აღმოჩნდა ეპიზოდის მანტიგმირი, ასე ვთქვათ. მოკედო რაკში როცა არის თამაშები ის რა თქმა უნდა გადამყრებს ხელს უშლიან და εκεί იყო ორი მორაგბე. ტყუილად დავადანაშაულენ დრავა აღმოჩნდა დამნაშავე მის თანამემოვლე ფინაუ. აქ ცუდად თამაშობს ხარები, განმოგდებული ბურთი, ვინ აიღებს, აიყო ნარიმანიძე. ვაკონდინონო წავიდა გამოჭრა ხაზი და ვაიმე სად დაუცდა ფეხი. თუმცა ამოუგდა იქვე ტუიტაის და ტუიტაიმ გაიტანა რუსთავის ხარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ლელო. დიდი ხანია ხარები უქულოდ იყვნენ, ამცირებდა არესის ხოვებას და ახლა კვლავ ლეგიონერებმა მოუპოვეს ეს უპირატესობა რუსთავის ხარებს. კი ბატონო, ეს არის მოკედო მარტივი ფორმულა ხარების წარმატების, თავარია ბურთი მიიტანო ამ ბიჭებამდე. როკონდინონოს ცოტა დააკდა და თავადვე შეძლებდა ამ ეპიზოდის დაგვირგვინებას, თუმცა შემდეგ უკვე იდეალურად ამოუგდო ბურთი. კი, დაუცდა ფეხი, მაგრამ მაინც ივაშკაცა და ანუ როგორ იცლებენ ბოჭებს ახლა ტუიტაი, აი გეგონება, ავიც კიდე და ეჯახე, აი ზონაში რაც უკვე უნდა და ნუ ვერ ზააგდებ, ვერ გადააგდებ, ვერ წააქცევ, რა ვიცი, ანუ ძალიან მაგრები არიან და 22 და ვერ გამოიყენა არისმა თავისი შანსი და საპასუხოდ ნახევრად შანსი გამოიყენეს რუსთაველებმა. 12-22 დაველოდოთ მარგიანის გარდასახვას. ემზადება მარგიანი დარტყმისთვის. ასატანი პოზიციაა, თუმცა აცილებს სანდრო მარგიანი. 10 ქულიანი სხვაობა კვლავ 12-22. ჯერი უკვე მასპინძლებსია, ნახოთ არესი როგორ პასუხს დაუბრუნებს. დაკიდა მესამე ზონაში თევდორაძემ და ხდება, ნუ შეუჩერებლები არიან ეს ბიჭები საინალავატი იყო ამ შემთხვევაში. ვაშა ხუციშვილი ბურთთან სიღრმეში გაკეთებული პასი და უკვე მარგიანი გამოდის ფეხის ძლიერი დარტყმით შორს. კვესელავა და შეტევას აპირებს უკვე არესი. მოდიან ხელის ძინკაძნელაძე, ვერ გაუგეს ერთმანეთს მან და ფინაუმ და დაიკარგა ბურთი. ტაიმინგში აცდნენ ერთმანეთს. და ძალიან გამოცდილი და კარგი მურაგბი ბექამ ამრიკიშვილი შემოვა ეხა შემოვა, ხო ვიცი დგას კუთხეში ბექა ლეჟავაც გამოჩნდა თევზაძე, რომელიც დღეს მარკაფაში მას კარგი სეზონი აქვს ძალიან წელს და კი ბატონო ლეჟავა თევზაძე და ბექამ ამრიკიშვილი, ირაკლი თევზაძე და გივი ლეჟავა. ხარების აუტი ცენტრში, ზუსტად ცენტრის ხაზზე.
მოაწოდა ჭამიაშვილმა ბოლო მხტომელზე 2 ხელით მარტივად მოიპოვეს, შემდეგ უკვე ხუციშვილმა მარგიანი მოძებნა და ფეხით გადაიტანა მეტოქის ნახევარზე. კვესელავა იყო ცხინვალე. უშეცდომოდ ითამაშა ამ კრიტიკულ მომენტში კვესელავამ. აწუხებენ რაკში. ისევ ბაკურაძე თამაშობს. ამჯერად კარგად დახვდნენ ბაკურაძეს არ მისცეს წინსვლის საშუალება და შემდეგ უკვე მარგველაშვილიც ფეხის დარტყმას აბრუნებს. კარგი დარტყმულია, ცოტა სწრაფად სისწრაფეზე, ისეთ სისწრაფეზე ვერ წამოიღებენ ბიჯელები, ამიტომ ფეხის დარტყმა მოუწიათ. აქ ვინ არის? აი, აქ უკვე საფათო სიტუაციაში შეიქმნას. არა, აიღო მარგველაშვილი. და დაუბრუნა ფეხით, კარგი დარტყმული. თუმცა ჩაუვარდა ტუიტაის ნახოთ, კარგად წამოიღო ტუიტაიმ შეძლეს მისი შეჩერება. არა, მაღალი ბოჭოო. ნარიმანიძე წავიდა გამწვავებაზე. შეაჩერეს ნარიმანიძე, ხუციშვილი. ხელდახელ ჩათამაშებული ბურთი რუსთაველების. და ძალიან საფათო სიტუაცია. შეაცურა როკოდინონო, მიყვება თვითონ ვინ აიღებს. და ახტება, ვინ დაინტრა. რაღაც მეგონი მძიმე ტრავმა ისეთი. ფეხი ჩაყვა ცუდად, გონი რამდენადაც დავინახე, გვიჩვენებენ განმეორებით ეპიზოდს. ვინ არის, ვერ ხედავ სამწუხაროდ, ვინ მისდევდა ჩვენიან ქართველი მორაგბეა, როგორც ხედავ. სასწრაფო უკვე გვესმის, ესე იგი რაღაც ძალიან მძიმე ტრავმა, ну იქ ისეთი ხარტი რეაქცია ქონდა შოთებზადეს, რომ ჩაშკარა იყო რაღაც მძიმე ტრავმასთან გვაქვს საქმე. ნამდვილად ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი არის და სეზონის ამ დასკვნით ნაწილში დიდი დარტყმაა ეს რუსთავის ხარებისთვისაც. ის დაგვრჩენია, რომ სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვოთ რუსთავის ხარების ამ დაშავებულ მოთამაშეს. ნახოთ ვინ არის, იქნებ დავინახოთ. თუმცა არ გვიჩვენებენ როგორც წესი, არ ჩვენებენ ხოლმე წესი ავტოოპერატორებს. და აქ უკვე მოგესალმებით ხედავთ ქუთაისის სათარიღო სტადიონზეა ეს მოედანი, სადაც მიდის თამაში, მოგესალმებით აი ასავს თავარი მოედანი, 4 ბაზაზე 4 მოედანია, საკმაოდ ისეთი ბაზაა. არესი აია, ბაგრატი, ასევე წყალტუბოს დინოზავრებიც აქ თამაშობს, მოკეთ აი და შემოვიდა სასწრაფოს მანქანა და ეხლა გაიყვანენ დაშავებულ მორაგბეს. ეს რა თქმა უნდა ცუდი ეპიზოდია თვითონ ციკლაური დაინტრა. ახ ამ იმაში შობა. აქ არ იყო წესების დარღვევა, მიბული იყო მორაგბე და დასანანია ძალიან, იმიტომ რომ ლუკა ციკლაური იყო 20-მდელების კანდიდატი, 20-მდე ნაკრების კანდიდატი, საინტერესო მორაგბე. და აქ მარგიანი იღებს მითითებებს ირაკლი ნატრიაშვილისგან. დასანანი ტრავმა ძალიან ახალგაზრდა მორაგბის, თუმცა ის ახალგაზრდა ბიჭია და იმედია მალე აღიდგენს. ხო, მას მომდი რომ ეს რა თქმა უნდა ესეც იმე ტრავმა თვითონ გუნდელების ხო არ არის ისეთი გუნდელებისაც არ არის იოლია მისყურება. მთელი პროტოკოლის დაცვით ახლა გაიყვანენ მორაგბეს. ვისარგებლებ პაუზით და გულშემატკივარს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს საღამოს სარაგბო დღე გაგრძელდება ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის დაპირისპირებებით. 18 საათზე ფრანგული დაპირისპირება შედგება ტულონი უმასპინძლებს ტულუს ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, ხოლო შემდეგ უკვე 20 საათსა და 30 წუთზე ინგლისური კლუბების ბასისა და გლოსტერის მატჩს შემოგთავაზებთ.
კი ბატონო, შევეხოთ პაუზით შიდა ჩემპიონატს, პირველ ლიგაში გორი ლიდერობს ძალიან დიდი უპირატესობით. მათ 16-დან მოგებავთ, ამ 16-დან 13 მოიგეს პრემიალურ ქულით, 77 ქულით ლიდერობენ, მეორეზე ვეფხვები, პატარძოუს ვეფხვები, მესამეზე ციქარა, ხოლო მეოთხეზე ჩვენს მე ნახსენები, წყალტუბოს დინოზავრებია და ძალიან დიდი ალბათობით კი არა, უკვე გარანტირებულად ლიგას დატოვებს აკადემია ლაშარი, ისინი ბოლო ადგილზე არიან. ერთი ქულით დაუბრუნდეთ თამაშს, ამასობაში გაიყვანეს დაშევებული ლუკა ციკლაური და შემოვიდა გამოცდილი კახა გაზაშვილი. კახა გაზაშვილი და კოხია ზუგდიდის აწევიდან განმოვიდნენ ხარებში. აქ წაიწოვეთ კოხია წამოვიდა ხა სივრცეში კარგია ეს ბიჭი. კარგად იარა კოხიამ მოიგო მნიშვნელოვანი მეტრები წინა ფეხზეა რუსთავი კახა გაზაშვილი შეუტია შეძლეს მისი შეჩერება ხუციშვილმა სწრაფადვე გამოიტანა ბურთი გადააწოდა ბუჯიაშვილს 22 მეტრიანის მისადგომებთან უტევს რუსთავი გავიდა ხაზზე და კარგი ვინ არის ეს სვანიძე იყო? სვანიძე იყო ეს მოთამაშე გადავიდა ბურთი მიწაზე, იქვეა ხუციშვილი, გამოიტანა მოძებნა ქადარიამ ამოუგდო ლუარსაბიშვილს. ჩავიდა აქ თუ არ აკონტროლებს ხარები ბურთს. სელობა იყო, მაგრამ გამოვიდა თაზე გადაცემა, კარგი გადაკიდება, ვინა იღებს. აიღო, მაგრამ მე მგონი აქ შეათრევენ, არა დგას ფეხებზე და მარგველაშვილი გადარჩენ 5 მეტრიან შერკინებას, თუმცა, ჯობდა 5 მეტრიან შერკინებას, ეს აუტი ჯობდა ნახოთ არესისთვის. ზღვარზე გაიარეს ქუთაისელებმა, აქ შეძლო ჯერ კარგად ბურთის შემაგრება და ფეხზე დარჩენან დრავამ და შემდეგ უკვე ფეხით გამოვიდნენ 5 მეტრიანი სახიფათო ზონიდან. თუმცა ბურთი რჩება არესის 22 მეტრიანში, იქნება სტუმარი გუნდის დერეფანი. ემზადება რუსთავის ხარების შემადგენლობაშიც გაკეთდება ცვლილება ძალიან მალე. აკი არა ზუსტი დერეფანი დაკარგეს ხარებმა ბურთი. კი, დაკარგეს 5 და რაღაც შანსიც, რა თქმა უნდა, ეს კარგი აუტი იყო და კარგი ფეხით გადის, რასაც ხედავ მარგველაშვილი კი ბატონო. შვენივად დაარტყა. კარგად უტყამს უკადაც ცაცია, ძალიან კარგი ცაცია აქვს. რატო საინივალადის გვიჩვენებდნენ კადრებში? იმ შემთხვევაში თუ ხარები შეძლებს ამ მატჩის მოგებას, ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტიც იქნება ის, რომ დასახელდეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და კანდიდატები უკვე რამდენიმე კანდიდატი აქტიურად არის გამოკვეთილი. ხო, უფრო ალბათ გამარჯვებული გუნდიდან უნდა დასახელდეს, ნახოთ ჯერ არაფერია დასრულებული. აქ სხვადასხვა შეიძლება მოიპოვა უკვე ხარება ბურთი, ბოლო წუთებია, აი ისი პრობლემაც ჰქონდა მანამდე 25 წუთი. და ეხა ფეხის დატყვას ამზადებს ვაჟა ხუციშვილი, აქ ამ მიზანი იქნება რომ 22-ის წინ დაეცეს ბურთი და კი ბატონო, იდეალურად დაარტყა ვაჟა ხუციშვილმა, თუმცა არანაკლებ კარგად ითამაშა კვესელავა. კვესელავა უშეცდომოდ თამაშობს ამ ხარიშ დაკიდებულ პირველ ბურთებზე. გადავიდა თამაში მიწაზე. ბურთი გამოვიდა ბურთი, რაც უნდა გასაკვირი იყოს რაღაცნაირად და დარჩა არის. გამოიშალა, შეტევა წამოვიდა, ვახ, კვესელავა, თუმცა გაიარა მაინც ყოჩახ, წონე კვესელავას არ იყო ეს იოლი მოსაშორებელი ცხადაძე აღმოჩნდა ორიმბოჭავის წინააღმდეგ, შეინარჩუნა ბურთი, სწრაფად გაიტანა მარგველაშვილმა და ფეხით აი ეს კარგი დარტყმული და გადავა? არ გადავიდა, თუმცა მაინც კარგი დარტყმული იყო, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაშიც დიდი დრო დასჭირდა სიანავალიტის ამ ბურთის დამუშავებაზე და შემდეგ უკვე გადატანაზე. და საბოლოოდ ეს პატარა და ხედავთ აქ ვიდეორებს ითხოვს შოთა თევზაძე, ნახოთ მე გამომეპარა ვერ დავინახე მე გითხრათ საუხეშობა ჰქონდა. მიემართება ეპიზოდის გადასამოწმებლად.
კვესელზე ბოჭვა ეს მოწმება ალბათ ხისტი ბოჭვა იყო და უეჭველი აი ხო მაღალი ჩანს აქედან ერთი იმით მაგრამ მე მგონი თავი-თავში მე მგონი არ იყო ხო იყო მე მგონი თავში შეხება საინტერესოა სხვა რაკურსი აი კი არის თავი-თავში მაგრამ მე მგონი ახ ძალიან საწითლე არა უფრო დამცველი ბოჭვა იყო რაღაცა წითელბაც გამორიცხო ჩემი აზრით წითელბათი არ იქნება დანარჩენი ყველაფერი ამოსულნელი ნახოთ შოთა თევზაძე არ გვესმის სამწუხაროდ რომ განხილვა მოვისმინოთ ჯეს საერთოდ ჯარიმა იყო ესეც რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ გვესმოდეს საჯების კომუნიკაცია შეხება არის თავში რაღაც ჯარიმა წესით იქნება და წითელი ბარათი მე მგონი არ მგონია თუმცა ხისტი იყო ესე იგი მოკეთ როცა ესეთი რამე ხდება ესეთი ხისტი ჯახი ყოველთვის უნდა იყო იჭირო რაღაცში მოხდა და არალეგალური იბარებენ ხედავთ თუმცა არის ის უბრალოდ ჯარიმა ხო ვითელი არა გადარჩა არათუ წითელ ბარათს გასინბინებასაც კი გადაურჩა ანარე ტუიტაიმ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა შეხვედრის მთავარი არბიტრი კი არ იყო ეს ესეთი აგრესიული მოქმედება მისი მხრიდან და გამოდის ალექსი ზაზაძე ჩაერთვება მატჩში იქ აუტი ქონდათ მე რეშიტო რო გაგძელდა და იქეთ ხა ეს აუტი არჩიეს მეტოქის ნახევარზე არის მორაგბეება ასე პრინციპში შეიძლება ის თქვას რომ საერთოდ ყველაფერს ამ განსაკუთრებით საჯერის გარეშე გამოწვა რუსთავის ხარები და სანდრო სვაინძე შეცვალა ზაზაძე მე დროს ტალანტი დიდი იმედი ქართული რაგბის თუმცა სამწუხაროდ ტრავმა და ვერც მოახცია ვერც მოახერხა საქართველოსთან გაღწევა და ხედავთ უკვე დიდაჩი თამაშობს სანდრო აქ რა ხდება გადავიდა თამაში რაგში და უკვე მორგინალმა უნდა დაატყანა ბექამ ამრიკიშვილი მივიდა კარგადაც მივიდა ხედავთ კიდევ ერთი წაღება მორგინალები და ეს რა თქმა უნდა კი მაკაბურჯალინი გამოსული ხედავთ და უკვე ხედავ აკურად შაქროლუმციანიძეც შემოსულია კიდევ ორი მასიური ბურჯი დაემატა ეხა არის მაგრამ ნუ ეს აც არის მათი ისეთი პოზიციას ვერ იღებენ შესაძლებს რომ მოლი ააგორონ ქონდათ მათ სხვათა შორის 12-17-ზე ორჯერ შანსი 15 დღეში ერთხელ პირველ ტაიმში მეორე ტაიმში და ვერ გამოიყენეს და პლეი-ოფში მოკეთ შანსების გამოყენება ძალიან ძვირფასია ტაიმის მიწურულს ის გაუქმებული ლელოც ბოლოდ უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაში, როდესაც გაუვარდათ ბურთი არესის მოთამაშეებს. შემდეგ უკვე შეძლო მეტნაკლებად საკუთარი თამაშის დალაგება და გამოსწორება ხარებმა. პირველ ტაიმის დასკვნით ნაწილში ფაქტობრივად უბურთოდ იყვნენ სტუმრები. აქ რა ხდება ტელეფონი დაავიწროვეს და თავიდან უნდა მოეწყონ ორი ხელით მოიპოვა ბურთი ჯიმშელეიშვილმა შეიკრა მოლი ჯერჯერობით არ აქვს ხარების მოწინსვლა, ახლა მისცეს ბიძგი. იქვეა ხუციშვილიც. აკონტროლებს ლუარსაბიშვილი, ერთი არ დაუძახებია თევზაძეს. ეხლა მიცა ნიშანი არა, არ მიუცია. აქვს წინსვლა ხარების მოწინსვლა. აქვს, კი ბატონო, ასე რომ აქ არ მიცა. ეხლა დაიძახებს ალბათ ერთს. კი ბატონო, აი დაიძახა.
და აქ ცოტა მარკიანი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ჩავა, აი ეს იგივე იყო რა თქმა უნდა. ეხლა მშვენივრად ეს ჯარიმა. აი შენაც აღნიშნე სწორი იყო, თავიდანვე ჩანდა რომ თუნდაც სიტუაციაში იყო მარგიშვილი რაღაც იზოლირებული აღმოჩნდა, აი დამდგარი და როცა წინ მორკინალები გიდგან 10 ნომერს რთულია მე იქ თავი გაართვა. საბოლოოდ კარგად დაიცვა არესმა თავი სახიფათო დერეფნისა და მოლის შემდეგ. კიდევ ერთი რუსთაველი მორაგბეა, როგორც ჩანს, დაშავებული, აღმოუჩენენ დახმარებას და განახლდება შეხვედრა. წამოდგა ფეხზე, საბედნიეროდ არაფერი სერიოზული არ ყოფილა. და უკვე შედის შეხვედრა განაწყვეტ ფაზაში და არესმა თუ მათ უნდათ და დაწვება რომ უნდათ გასვლა შემდეგ ეტაპზე, აუცილებლად უკვე რაღაც ქულები უნდა აიღოს და შედეგიანად იმოქმედონ. თევდორაძე გადავიდა მეტოქის ნახევარს. კარგად თამაშობს ფეხით დღევანდელ შეხვედრაშიც თევდორაძე. მეტოქის ნახევარზე მოაწვდის ბექამ ამრიკიშვილი ბურთს დერეფანში. ჩაილაპარაკეს კომბინაცია ბაკურაძემ და მამრიკიშვილმა და შემოაგდებს ბურთს მაუჩი. სულად მოიგეს აუტი და უკან დახევა მოუწიათ, ეხლა წამოვიდა ზუგაძენაძე. წამოვიდა, კარგად წამოვიდა და ამოვიდა იმ ზონაში დაახლოებით. თუმცა შეტევის რესურსი აქედან უკვე ნაკლებია. თევზაძე კარგია კონტაქტში, წავიდა კიდევაც კარგად და მოპარეს. ვინ იყო? სულოცავენ და ვინ წამოდგეს. ვერ დავინახე სამწუხაროდ. წინვალე თამაში და ამ კომპონენტში რა თქმა უნდა ხარები უკეთ გამოიყურებიან. მიწაზე თამაში და რა თქმა უნდა უკან 3 ყურადღებით არიან და სწრაფად შეძლეს ამ ბურთის მონადირება. 22 მეტრიანსა და 10 მეტრიან წვეტილს შორის ვიხილავთ ხარების დერეფანს. ტაბლო გაქრა ეკრანებიდან 12-22 ანგარიში აი ხა გამოჩნდა. და ეპიზოდის ის გმირი კი თუ სწორად დავინახე თაზო ჭამიაშვილი გახდათ. ორი ხელით მარტივად მოგებული ბურთი დერეფანში, თუმცა წესების დარღვევის გარეშე გრძელდება ხარების შეტევა, მარგიანი თავადსა და ხაზის გაჭრა შევიდა მეტოქის 22-ში მარგიანი გადაიყვანეს მიწაზე. ხუციშვილი გამოიტანა, გადააწოდა ჭამიაშვილს, ჭამიაშვილმა კოხი ამოძებნა და ჩაუჯდნენ კოხიას. კი, ბექამ ამრიკიშვილი იყო, ხო? ხო, ეს ბექამ ამრიკიშვილი წლებია უკვე ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესო დიდაჩი ბრწყინვალედ ჩაჯდა. ეს ბიჭი ამაში შეუდარებელია. გაცვალეს ეპიზოდები ხარებმა და არესმა ორივე შემთხვევაში კვაჭები იყვნენ ეპიზოდის მთავარი გმირები. კი ბატონო. დრო გაჩერებულია, როგორც ხედავთ, რუსთავის ხარების მოთამაშეს აღმოუჩინეს დახმარება და ახლა გაგრძელდება შეხვედრა. გადავიდა კიდევ ერთხელ არესი, თუმცა აი მეორე ტაიმში პირველ 5 წუთში ყავთ იქ რაღაც მომენტით მერე ფაქტობრივად არ ყოფილა საერთოდ შემტევი პოზიცია არ ქონია არის და აი ხო შაქრომსენ შემოვიდა და ლუკა ფილიშვილსაც ხედავთ კადრებში, ჩაერთვებიან ორივე მათგანი შეხვედრაში. ბაკურაძე კარგი იყო ძალიან, როცა 15-იან ზონაში ყოველთვის ეფექტურად იმოქმედა, აი გააკეთა ის რაც ევალება ბურთს.
თევზაძეზე მოგებული აუტი. კარგი ბიძგი მისცა არესმა, კარგი წინსვლა აქვს მათმოლს. არა, ჯარიმა ეს თქვილად ითხოვენ აბსოლუტურად ლეგალურად თამაშობს ლუარსაბიშვილი, გაჭრა ლუარსაბიშვილი თუ ბუჯიაში სხვათა შორის ისე გვანან ერთმანეთს უბრალოდ მაღალია თქო უნდა. მაღალია ბუჯიაშვილი რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაც სიტუაციებში ვერ გაარჩიო, ძალიან ძლიერ გაარჩიო. აი ნახოთ. მე მგონი ხო ლუარსაბიშვილი იყო. კი, ლუარსაბიშვილი იყო. ყველაფერი იდეალურად გააკეთა რა თქმა უნდა, არაგვედიდან ამოჭრა და გაჭედა. აი არესის მოლი. მაგრამ ხდება დრავა. წინ თამაში და ხარების აი უკვე შევიდა. ყველაფერი უკვე მუშაობს რუსთავის ხარების სასარგებლოდ, დროც თანდათან იწურება და თამაშიც ისეთი თამაში მიმდინარეობს ახლა მოედანზე, რომ მათ წისქვილზე ასხამს წყალს ასე ვთქვათ. ხო, ეხა არ ისჭირდება, რა ვიცი, როგორც შაშან გააკეთეს ბოლოს 10 წუთი ხვამთან, რაღაც ეგეთი აფეთქება თუ არ გააკეთა, არესმა რა თქმა უნდა შანსი აღარ იქნება დღევანდელ შეხვედრაში. ხო, აქ წინ თამაში იყო რა თქმა უნდა. მოაწყობს შოთა თევზაძე შერკინებას და ვაჟახუციშვილი შეაგორებს ბურთს. აირია ვერ დადგა შერკინება, ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ესეთი ეპიზოდები, ესეთი წვეტები არის ხარების სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ გაესაუბრება პირველ ხაზელებს, შეხვედრის მთავარი არბიტრი გადააწყობს თავიდან შერკინებას. და ახლობთ 30 წამსაც მოიგებს ხარები ამაში. ამჯერად სტაბილურია შერკინება შეაგორა ბურთი ხუციშვილმა. გამოიტანეს სწრაფად. ოხია, კარგად მიდის. შევიდა, გავიდა, გაიარა 20 მეტრი. ხუციშვილი სწრაფად გამოიტანა, გადააწოდა იქვე მყოფ ლუარსაბიშვილს. ცუდი პასი და აი მოკლა თავიდან მოუწყოთ ახლა შეტევის გადაწყობა. არის და რაკში აწუხებს ძალიან კარგად არესი. ახტება გამოვარდა ბურთი. გამოვარდა, მაგრამ ჩაუვარდა პირდაპირ ხუციშვილს ხელში. გაზაშვილი თავად აიღო და მიეძალა და არა უნდა გაუშვან. უტევენ მოკინალეთ კარგი პასი. შეინარჩუნა ბურთი გელაშვილმა და ჩავარდა. არა, თუ რა გვერდიდან გადაყრაზე მე მგონი სულად ხო, საფრთხოთში შეცდით ვერ მიხვდი რას გვერცხავს შოთა თევზაძე, ჯარიმა. ხო, გადაყრაზე, კი, გვერდით გადაყარა სულად. და ხო, აი ხა უკვე ნამდვილად უკვე დრო აღარ აქვს იმის დრო არის რო ანიაოს შანსები. გაცილებით უფრო ყურადღებით და ლეტალურად თამაში მართებს სამჯერად უკვე არის. 10 ქულა ანგარიში სხვაობა და 10 წუთზე ოდნავ მეტი ძირითადი დროის ამოწურვამდე. ცოტნე უსენაშვილი გამოვიდა, ალბათ ვაჟახუციშვილი შეცვლიდა. კი ბატონო, და გამოსული შეად ყოფილა შევთქვა რა თქმა უნდა, რომ ვინახავს ხარის შემოდგომში ვაჟას ბოლომდე უთამაშია, თუმცა ასახში უკვე შევიდა ვაჟაც. 32 წლისა, ასე რომ აქ ახტება და ჩაუვარდა ბურთი მაჩალაძე. ხელდახელ ჩაათამაშეს ქუთაისელებმა. წინ თამაში დრავა მოკეთე ცუდი თამაში აქვს, ძალიან ცუდი თამაში აქვს. ისაც მას ახასიათებს ეს თქვა და არასტაბილურია. მოქმედება სტილი აქვს ესეთი რა თქმა უნდა სწრაფია ძალიან, მაგრამ ხშირად არტო თამაში არ ხშირად მინახავს ის ბურთს კარგავს, ან ვერ გადადის კარგად რაკში მიწაზე და ამ დღესაც მოკეთე არ აქვს მას კარგი თამაში.
კიდევ ერთხელ განმეორებით გვიჩვენებენ ამ ეპიზოდს. თანამემამულემ დააგდებინა ბურთი. ნახო წინა შეკინებაში თითქოს ბიძგიმიც არის, იქნება ამაში შეძლო, თუმცა ხარები, ვიცი, გასჯერჯობით ახალი პრობლემა არ ქონიათ. კოხია, რომელიც კარგია დღეს. ნახოთ თუ გავა ის ფეხებთან ბურთი. ალბათ ეცდებიან სწრაფი ბურთი, ასეც არის, რა თქმა უნდა, და ჯარიმა მოიპოვეს იქეთ ხარებმა. აი ეს უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯარიმა იყო, ეს მიცემთ ხარებსო 2-3 წუთი კიდე მოიგონ მინიმუმ. და ასევე ფეხის ძლიერი დარტყმით, რაც შეიძლება შორს გადაიტანონ მეტოქის ნახევარზე და იქ უკვე დერეფნიდან შეეცადონ სახიფათო შეტევის წარმართვას. მანამდე კი, როგორც ხედავთ, ხვიჩა ბუჯიაშვილია დაშავებული, აღმოუჩენენ მას დახმარებას. და კადრში გამოჩნდა ასევე გიორგი გაბედავა, რომელიც ემზადება მოედანზე შესასვლელად. განმეორებით გვიჩვენეს შერკინება, რომელშიც დაჯარიმდა არესი. და ციკლაური ძალიან გამოცდილი ბურჯი წლები მას დიდი მის უკან წლებია დიდათში. მარგიანი ვერ გადაიტანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა იყო. აქ მანძილზე გააკეთა აქცენტი და დააკლდა სიზუსტე. ეხა ძლიერი დარტყმა 22-ში დაიჭირეს ალალზე ქუთაისლებმა, ხო, არ ჭირდებოდა არაფერში რუსთავის ხარებს აქ მაინც მანძილზე გამოკიდება. მათთვის თავარი იყო ეთამაშათ მეტოქის ნახევარზე. რაც უფრო დიდ დროს გაატარებს ახლა ხარები მეტოქის ნახევარზე, არ ჭირდებოდა ხარებს მოგება და მოგებლელო, ხო? ამიტომ და აი ხედავთ უკვე სად მიიღეს, სად უნდა ყოფილიყო თამაში და სად გადმოვიდა. ასეთ შეცდომებს აქვს, ასეთ პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა და მიღებულ გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში მარგიანს არ უნდა ეთამაშა მანძილზე. აიღო ბურთი ჭამიაშვილმა მოაწვდის დერეფანში. გადავედით თამასობაში დასკვნით 10 წუთიან მონაკვეთშიც. კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო, როგორც არესისთვის, ასევე ხარებისთვის. აქ შევიდა მორაგბეში შევიდა უსენაშვილი და აკეთეს დარტყმა და წამოდგება ხო უსენაშვილი კი ბატონო ფეხს დაარტყმს. დააგრძელა უსენაშვილმა რაკი და გადატანა ბურთი ფეხით მეტოქის ნახევარზე. სუდად გადაიტანა. ხო, აი ესე მიცა ხარებმა კიდევ ერთხელ არაფრიდან შანსი და თამაში წაფაჩემ ესელავას შემოუგდო სწრაფადვე ძნელაძემ. რა ხდება? თავიდან მოაწვდიან? ხო, თავიდან მოაწვდიან. და რაღაც შანსი ესე ვთქვათ გაუჩნდა მაინც არის. ხო, გაგხედავთ უკან გაბრაზებულია ნატრიაშვილი, ადგილი იქნება, რა თქმა უნდა. აქ არასწორად შემოაგდო როგორც ჩანს და ამიტომ თავიდან მოაწოდებენ ქუთაისლები ამ მოედანში იყო, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, პატარა ხრიქსაც მიმართავს რუსთავი, პატარა ესეთი ჭირდება დასვენება და ბოლო ძალები მოიგებენ, თავი დაიცვან, ხოლო არ ეჭირდება ძალების მოკრება შესატევად და დროშიც სამსთავრია ერთი შეტევა არ ყოფნით. 10 ქულა სხვაობა 10 წუთზე ოდნავ ნაკლები ძირითადი დროის დასრულებამდე და ეს ჯარიმა, კი ბატონო, აი ეს ნამდვილად ჯარიმა იყო. სადა გამოიშალა ბურთი კვესელავა და მაღალი ბოჭვა, ვიცი. ნუშტოშ გულშემატკივრები აპელირებენ წნეხში აქცევებს აიც.
აქ ნახოთ ჩაერთვება აუცილებლად ზურგს უკან ამას გელალემუჯავა მის განხილვაში და თუ იქედაც ყოა ჯარიმა, აი კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხა ვერ გარისკავს შოთადევზაძე, რა თქმა უნდა, ჯობს გადაამოწმოს და თავი დაიზღვიოს. ას პლეი-ოფის თამაში, ეს არა რეგულარული მატჩი, ასე რომ როცა ესეთი შეჯახება გადაამოწმე, ასე ვთქვათ, თავი დაიზღვიე, როცა ეს დაძაბულობაა, აი ნახოთ. პოზიციურად არანაირი სხვაობა არ არის, იქ იქნება ჯარიმა თუ აქ, უბრალოდ ყვითელი ბარათი თუ იქნება, უკვე სხვაობას მიცემს, რა თქმა უნდა, არის. მატჩის დასრულებამდე უკვე კაცნაკულს მოუწევს რუსთავის ხარებს გაგრძელება, თუმცა დაველოდოთ ნახოთ როგორ შეფასდება ეს ეპიზოდი. ეს ბოლო მომენტია, ჩვენ გვინდა მანამდე შეჯახების მომენტი. თავში არის, მე მგონია ხა რაღაც, ხო. ხარზეა უფრო, ასე ნახოთ აბა კარგად დავაკვირდეთ. აქედან არ ჩანს. აი აქედან უფრო შევა გამოჩნდეს. მე მგონი, ხო, ძალიან ვერ გეტყვით. რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ნამდვილად. თუ მხარზე არ არის, თუ ხარ ზელია რა არ ჩას აი ვერ ხვდება თუ არა თავში კვესელობას იხრება სხვათა შორის და ეგ ცოტა მე მგონი ხო რაღაცა ცოტა მიცა თითქოს თუ თავში მიცა ალბათ ეს ყვითელი ბარათია თუ იმიტომ რომ ასე აშკარა ხო ზედისათქვილე უკვე მიჭერს მსჯელობა ამაზე არ არის ახანახან აი რომ კადრში ძალიან ძალიან მიიღო გაწყვეტა და ხშირად ხდება რომ სხვათა შორის საერთოდ დროშია შეზღუდული და შემდეგ როდესაც საჯებისგან მომისმენენ როცა მე გარჩევა მიდის ეს საერთო კოლეგიაში იქაც ხანახან შევა აზრები გაიყოს ანუ იქაც არ არის ერთმნიშვნელოვანი შეიძლება ერთი საჯი ფიქრობდეს რომ ეს არის სწორი გაწყვეტილება მეორე საჯი ამას ფიქრობს მოკლედ ურთულესია და ხა შეიძლება წარმოიდგინე რომ რაღაც 2 წუთში უნდა მიიღო გადაწყვეტილება ძალიან ძნელია როგორც ჩანს მიიღეს უკვე საჯებმა გადაწყვეტილება და დაველოდოთ გავიგებთ ძალიან მალე მე მგონი ყვითელი ან წითელი რაღაც ისე უხსნის და თავზე შემოიტყა ნარიმაიძემ წითელი ხო არა და წითელი კი ბატონო თავში ჩათვალა რომ თავში იყო და ეს არა მარტო დღეს ეს შეიძლება თუ გამოაგდეთ ეს კაცი დაკარგეს ანარე ტუიტაი დიდი დარტყმა იქნება ხარებისთვის ხო კი ეს ასახავდა ნარიმაიძის ჟესტი რამხელას ნიშნავს ახლა ამ კაცის დაკარგვა ხარებისთვის თუმცა ეს რა თქმა უნდა კომისიაში გაარჩიოს და შეცვალოს გაწყვეტილება მაგრამ ამ დღეს დღევანდელ შეხვედრაში ყოველ შემთხვევაში აღარაფერი შეიცვლება გაძევებული არის ანარე ტუიტაი მატჩის დასრულება ხარებს მოუწევს კაცნაკულს 14 კაცით და თუ გავიდა უკვე შემდეგ თუ გაიმარჯვეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე შემდეგ უკვე ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია კარგი აუტი ამასობაში თევზაძეზე ბოლოში თუმცა კონტროლი არ ვარგა მე მგონი ხო არ ვარგა კონტროლი შევა გაიჭრას საქმური არა კარგი თამაში მარგველაშვილმა ჭკვიანად გამოიტანა მიხვდა რომ აზრი არ ქონდა მიწოლას მოძებნა ცაგარეიშვილი მარგველაშვილმა გრძელდება არესის შეტევა ამჯერად მაჩალაძემ წაიღო ბურთი გადაკვეთა უპირატესობის ხაზი ბურჯალიანი წაღება კარგად წაიღო ბურჯალიანმაც ხაზში თამაშობს არესი ზელაძე ფინაუ აიღო გადაუარა 11 ოკეს უნდა შეინახოს ახლა ბურთი კი ბატონო ესეც იქცევა მოვიდა თევზაძე ძალიან ჯანზეა არა უნდა გაეცალოს კი ბატონო კარგად დახვდნენ ამჯერად რუსთაველები უჯარი მოდიცავს ხარები თავს
აიტაცეს უტევენ, მამრიკიშვილი უტევს ნუ ზონაში. კიდევ ერთი აღება და მიძალება, ამჯერადაც კარგად დაიცვეს თავი დაახევინეს ბურთიანად უკან მოწინააღმდეგეს. სახიფათო ზონაში არესის მორიგი და მარტო აქ იზოლირებულია და არა, ჩაუჯდნენ. კონტაქტს მოგება უჭით სხვათა შორის აქ არესის მორაგბეებს, კარგად დგას ძალიან ხარები დაცვაში. აქ უნდა გაეცალოს უარსაბიშვილი, შეტყობინმაც ადეს. და მოპარა უარსაბიშვილი, ავიცი ეს ბიჭი მოკედ მაგრად იმუშავა და თუ ბუჯიაშვილი იყო ამერია ბოდიში, ანუ ძალიან რთული ასეთ სიტუაციებში ძალიან გვანან ერთმანეთს. კი. კი ბატონო, დაიცვა თავი, წკინვალეთ ხო რა ეპიზოდში დაიცვა ახლა ხარებმა თავი? აქ გაშვებული ლელო როგორ დაძაბავდა მოედანზე სიტუაციას? და პაუზა ცოტა ამოსვლა ჭირდებათ მორაგბეებს. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხარებს და ასეც არის. დაისვენებენ ახლა 1-2 წუთი. და დაუცვათ შევაქოთ ხარები დაცვაში, დომინანტები იყვნენ ისინი ამ ზონაში. მთელი თამაში სხვათა შორის აი დაცვაში ბაკურაძე უკეთებდა ერთი უპირატესობას კარგად მთელი თამაში, დანარჩენი კარგად უდგან დაცვაში ხარების მორაგბეები. საკმაოდ დაძაბული და დრამატული ფინალური წუთები გველის 5 წუთი ძირითადი დროის 60-მდე 12-22 ანგარიში. არესთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხა სწრაფი ლელოს გატანა, რომ კი, დრო არ დაიკარგოს და დარჩეთ დრო კიდევ შეტევისთვის, საპირისპიროდ ხარებმა კი კარგი დაცვით უნდა გაუძლოს, ან თუ მოიპოვებენ ბურთს, რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ მეტოქის ნახევარზე, მით უკეთესი მათთვის. არ გადაწყვეტეს მოლისაგორება და გავიდა ხაზებუთი. ცუდი პასი და კი ბატონო, ეს უკვე ვარიანად მისცემს სულის მოთქმის საშუალებას ხარებს. ხო, აქ 1 წუთი მაინც გავა ხა ამ შეკრების მოწყობაში, მე დარჩება მაგის შემდეგ ბურთი ხარებს და პლუს 3 წუთი ნახევარი ექნება მხოლოდ არის თუ ორი შეტევა გააკეთოს ურთულეს მდგომარეობაში არიან ბურთიც რო გქონდეთ მაინც ურთულეს მდგომარეობაში იქნებოდნენ და ეხა ბურთი რო დაკარგეს ხო გაესაუბრა პირველ ხაზელებს შოთა თევზაძე მოამზადებს და მოაწყობს შერკინებას მოეწყო შერკინება, შეაგორა ბურთი უსენაშვილმა და ხარები მიაწვა. კი ბატონო და აი ეს უკვე რა თქმა უნდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ ხარები გამარჯვებულია, შეიძლება არასწორია ასეთ პროგნოზს ვაკეთებ, მაგრამ რომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა ხარებმა გამარჯვებისკენ. უკვე ფსიქოლოგიურადაც ეს რა თქმა უნდა ტეხავს ეს მოწინააღმდეგე გუნდს, რომ თავს მაგრად დაიცავ ძალისმიერ თამაში და მე კიდე მიაწვევი შერკინებაში, ეს ნიშნავს, რომ შენ მეტოქეს ტეხავ რა, ასე ვთქვათ. თან ფაქტობრივად არც აღარაფერია დარჩენილი დროის ამოწურვამდე. 3 წუთი მეტოქის ნახევარზე, რა ვიცი. ამჯერად დაიტანეს, რა თქმა უნდა, არც ამდერებნის მოწოდებას. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ხა მოსეინობენ, სწორადაც იქცევიან, ასე მოიქცეოდა ყველა გუნდი. და დაკარგეს ბურთი, თუმცა აქეთაც აიკარგა საბოლოოდ წინ და ეს უკვე რა თქმა უნდა ესეც კი აწყობს ხარებს, რა თქმა უნდა. ძალიან დრო შეკინების მოწყობას სჭირდება დიდი დრო, მოკეთ 1 წუთი მაინც უნდა საშუალოდ ამ ყველაფერს. მიმართავენ პატარა ხრიგსაც და შეიძლება კიდევ უფრო გაწევლონ კიდეს დრო. და აშკარად აქ კარგიც არის შოთა თევზაძემ, ცოტა უფრო სწრაფად მოეწყო შეკინება.
ნახოთ. საკუთარი ნახევრიდან შეუტევს არესი. თუმცა აქ რა თქმა უნდა ხელი თუ სხვა ვარიანტი არც არსებობს ხელი შეტევის გარდა. Რომელიც მოიგონა, სხვადასხვა ჯარიმაც რომ მოიპოვოს არის მაინც ხელთულა გაათამაშო, იმიტომ დრო აღარ არის უბრალოდ ფიზიკურად მეში გადას კი ბატონო. სწრაფად წამოვიდა მარგველაშვილი, გაიტანა ხაზზე ფინაუ აკრიფას სისტრაფე თავადსა და ხაზის გაჭრა შეაჩერეს ფინაუ მარგველაშვილი სწრაფად გამოიტანა მოძებნა თუ არ ვწდები არსენ მაჩალაძეს გადააწოდა ბურთი. კიდევ ერთი დარტყმა. არ გადავიდა 50-22, აქ აიღეს ბურთი. სვინლავატი დაუბრუნა შორსა თან რა დაუბრუნა. არა უნდა შემოაგდო რა თქმა უნდა აქ სხვა ვარიანტი არ არის. შემოგდეს ნელაძე თავად წამოიღო ნელაძე მოძებნა იქვე მყოფი თანაგუნდელი კვესელავამ მოუგდო დროულად. არა ხარები დაალაგებულია და ეს ბიჭ ჩემი აზრით არის საკუთრებას ისახულებს ირაკლი უარსაბიშვილი დღეს. იმდენი მოლი გაჭედა, იმდენი ბურთი ამოიღო განს შავს საბუშავში და აქ კიდევ ერთი ამოღება? კი ბატონო. ხო. კი ბატონო, მოიგო რუსთავის ხარებმა დაამკვეთა ნამდვილად შეფერდა. დაახლოებით 30 წამი უნდა გაიყვანონ 40 წამი ახლა ხარებმა ეს ფორვარდებით, მოკლე დარტყმებით და შემდეგ უკვე გადაიტანენ ბურთს კიდეზე. წყინვალე კი ბატონო გამოაშება, რა თქმა უნდა, შეტევაში გააკეთეს ფიჯელ მორაგება ძალიან ბევრი, მაგრამ აი შავ საქმეში ირაკლი უარსაბიშვილმა რო შეასრულა, არ ვიცი, წყინვალე იყო და ყოზირები მოუკლა პირდაპირ არის ეს მოლი. ხამასობაში როგორც ჩანს დაჯარიმდნენ ხარები და შემდეგ 10 მეტრითაც მოუწიათ უკან დახევა. უტევს აქ სწრაფად გაათამაშა არესმა, კარგი მომენტია ლეჟავა. კარგად შებუჭეს. დარჩა მოედანზე ლეჟავა, გრძელდება არესის შეტევა, წაიღო ბურთი ამჯერად თევზაძემ. გაითავისუფლა ხელი გადააწოდა მარგველაშვილს, მარგველაშვილმა მაჩალაძე ახლოს არის. გადადო მაჩალაძემ. თუმცა დრო გასულია, უბრალოდ ხარების მორაგბი ერთმანეთს, ნუ არესაც რა თქმა უნდა ეს მინათი სტაიცუს სტილიას ყოველთვის მებრძოლისული, ბოლო ლელო მაინც გაიტანეს, მაგრამ ეს ყველაფერი არის გვიანი. რუსთავის ხარებმა დამსახურებულად მოიგო დღეს, კარგად დაიწყეს თამაში, ეს თავისი კოზირები გამოიყენეს, მერე ამას მოყვა კრიტიკულ სიტუაციაში ორჯერ მეტოქის 5 მეტრიანი მოლიდან დაიცეს თავი, როცა უკვე თითქოს გატეხილები იყვნენ. და მის მერე ფაქტობრივად უპირატესობა აღაც გაუშვიათ და აბსოლუტურად გეთანხმები სერგო, ვთქვათ რომ დღევანდელ შეხვედრაში რუსთავის ხარები იყვნენ მეტოქეზე უკეთესი და ნამდვილად დამსახურებულად მოიპოვეს ეს გამარჯვება. ამ გამარჯვებით ხარები უკვე დაუპირისპირდებიან არმიას პლეი-ოფის მომდევნო ფაზაში. და ძალიან ალბათ ყველაზე მეტად ინტერესს ელოდებიან რა გადაწყვეტებას მიიღებს სადისმეტო კომისია ტვიტარის მიმართ დათავენ თუ არა მას ნებას და თუ რამე შემოსულიკებას თუ უპოვიან. ასე თუ ისე 17-22 დასრულდა დღევანდელი შეხვედრა რუსთავის ხარების გამარჯვებით მიულოცოთ ხარებს და მის გულშემატკივრებს. რა თქმა უნდა არის უდიდესი მადლობა იმისთვის რომ მთელი სეზონის განმავლობაში საკმაოდ სანახაობრივი კარგი მატჩები შემოგთავაზეს ქუთაისელებმა. აი უკვე დასკვნით რეგულარულის დასკვნით წურში განცდილი ბოლო წამზე კი ამან ძალიან აისახა მთელი წელი აი მაგ მარცხმა ჩემი აზრით ძალიან დაარტყა აი ბოლო წუთზე დრამატულად. კიდევ ერთხელ ვულოცავთ რუსთავის ხარებს გამარჯვებას. სერგო გაბუნია, ლევან მათეშვილი უმუშაობდით თქვენთვის პირდაპირ ეთერში და მადლობა ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად უყურებდნენ ამ შეხვედრას. გემშვიდობებით დროებით.